აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება რეგიონის პირველი პირი ოფიციალურ შეხვედრებს ართვინში, რიზესა და ტრაპიზონში გამართავს. ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი კი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაეთმობა. ირინე წუწუნავა ართვინიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე ართვინში იმყოფება, თუმცა ოფიციალური შეხვედრები დღეს არ იგეგმება. რეგიონის პირველი პირი დღეს ართვინის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად ართვინის უნივერსიტეტში კონცერტს დაესწრება. კულტურული ღონისძიება აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კონცერტში მონაწილეობს ბათუმის მერიის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული და გოგონათა ვოკალური ანსამბლები, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობს ბორჩხას კავკასიური ანსამბლი. მთავრობის ვიზიტი არის, მეგობრული ვიზიტი არის. ჩვენი ქვეყნის უშუალოდ ჩვენი კუთხის აჭარის და თურქეთის კულტურული გაცვლა ხდება. საერთოდ ძალიან კარგია ეს საომავლო ღონისძიებებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 3 დღეს გაგრძელდება. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ბათუმის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებიან. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება და პირველი შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან გაიმართება. მოგვიანებით აჭარის დელეგაციის წევრები უკვე ქალაქ რიზეში გადაინაცვლებენ, სადაც რიზეს გუბერნატორსა და მერს შეხვდებიან. შემდეგ უკვე ვიზიტი გაგრძელდება ქალაქ ტრაპიზონში, სადაც არჩილ ხაბაძე დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ტრაპიზონისა და რიზეს ფეხბურთის მატჩს დაესწრება. მოგვიანებით კი საქართველოს გენერალურ საკონსულოს მოინახულებენ. აჭარის მთავრობის წევრების ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 16 დეკემბერს დასრულდება ქალაქ ტრაპიზონში. სწორედ აქ გაიმართება შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, სადაც იქნება საუბარი სავარაუდოდ აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და იმ სფეროებზე, სადაც შესაძლებელია კაპიტალ დაბანდება. არჩილ ხაბაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერებს ასევე ტრაპიზონის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს დასრულდება.